თქვენი არ ვიცი და მე ძალიან მომენატრა საჯარო გაშლა. შეგახსენებთ, რომ ეს არის ჩემი არხი და თუ გინდათ რომ ეს საოცარი არხი გახდეს თქვენი, უნდა გამოიწეროთ ის და გააქტიუროთ ზარის ღილაკი, რომ არ გამოტოვოთ სიახლეები. ძალიან საინტერესო სიახლეები. მე კი ვარ ნათია შაი და დავიწყოთ. გაშლა იქნება ერთ ვარიანტად და უბრალოდ ნახოთ რა მოიჩქარის თქვენს ცხოვრებაში. კონცენტრირდით დასტაზე და დავიწყოთ. მაშასე. იქიდან გამომდინარე რომ ნახე ორ ვარიანტად ვიტყვი. იქიდან გამომდინარე რომ თქვენს თავში იპოვეთ სიმამაცე, ძლიერება, ჭკუა, მოხერხება, გონიერება, ძალისხმევა. კარგად გათვალეთ სტრუქტურა, გეგმა, რა როგორანაირად გაგიკეთებინათ და ამ ყველაფერს მიუდეგით არაორდინალურად და შემოქმედებითად მიიღებთ თქვენ მატერიალურ ძალიან დიდ კეთილდღეობას. ვისაც ჯერ ეს არ გიპავიათ თქვენს თავში, რაც თქვი, მაშინ დაინახეთ თქვენ თავში მმართველი ძალაუფლების მქონა შესაძლებლობა, გონიერება, მოხერხებულობა და შეხედეთ სხვაგვარად, სხვა კუთხით, სხვანაირად, როგორც პეპი ამოტრიალებული. და თქვენ ამის შედეგად გექნებათ ძალიან დიდი შემოსავალი, მატერიალური კეთილდღეობა. ასევე მინდა გითხრათ, რომ არის ადამიანი, რომელიც ძალიან ცუდად არის თქვენს დამიგანწყობილი და ეს ადამიანი მე ვერ ვიტყვი თქვათ, რომ ეს ჯადუა და მაგია, მაგრამ ნამდვილად ცუდს გისურვებთ, ცუდი ენერგიის ნახე გამოშვება შეუძლია თქვენდამი და შეიძლება რაღაცა პერიოდში უმიზეზოდ იგრძნოთ თავი, შეჩერებულად, შეფერხებულად, ან ცუდად. ანუ არის ადამიანი, რომელიც მტრობთ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, მოდი ვნახოთ, დავუსვათ კითხვა, რა არის ის ენერგია, რომელსაც თქვენთან უშვებს ეს თქვენი ავის მსურველი. ნახოთ. ამ ადამიანს თქვენი ძალიან შორს. თვლის, რომ ხართ ძალიან ლამაზი, ძალიან წარმატებული, ბედნიერი, იღბლიანი, მდიდარი, შეძლებული, ყველაფერში გიმართლებთ და ყველა თქვენ გევლებათ თავს. და აი ეს ენერგია მოძრავებს. პირადად თქვენ არაფერი არ დაგიშოვებიათ, არაფერი მიზეზი არ აქვს, მხოლოდ ის, რომ თქვენ ხართ ესეთი კარგი და ესეთი წარმატებული და სურს, რომ ეს ყველაფერი გქონდეს მას და არა თქვენ. ამისათვის რა უნდა გააკეთოთ, ხომ იცით? უნდა გაიწმინდოთ, გააკეთოთ წმენდის რიტუალები და აუცილებლად იქონიოთ დამცავი ამულეტი. რა სახის არის ეს ნეგატივი? თქვენთან გამოშვებული მისია. ნეგატივი არის ძალიან ძლიერი, რახან საჯარო გაშლა, მაჩვენებს, რომ შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი, როგორც თვალი, რომ ისევე მაგია, ისევე წყევლა, ისევე სურვილი, ჭორაობა, მაგრამ ეს ყველაფერი უბრალოდ გიჩერებს და ასე ვთქვათ, stop გეუბნებათ თქვენს წინსვლაში, ან შეიძლება რაღაც დრო აი ნახეთ, ძალების დაკარგვა იგრძნოთ და უენერგიება იგრძნოთ ამის გამო, მაგრამ თქვენ ესეთი ძლიერი დაცვა გაქვთ სამყაროდან, რომ ვერაფერს ვერ გაკლებთ. ის სურვილი, ის ასე ვთქვათ, გაჟღერებული სურვილი, რაც უნდა, რომ ამ ყველაფერს მიაღწიოს თქვენთან დაკავშირებით, ვერა, მხოლოდ გაფერხებთ.
გაჩერებთ, მაგრამ თქვენთან ვერ შემოდის, თქვენს ენერგეტიკაში ვერ შემოდის ეს ენერგია და თქვენ კი ცოტა ხანში გაჩერდეთ და ტორმოსდეთ რუსული სიტყვა თქვი ბოდიში, მაგრამ თქვენ აგრძელებთ გზას წარმატებისკენ, ძალიან დიდი წარმატება გელით, საოცრად დიდი წარმატება გელით. ნახოთ კიდე ეს უნდა ელოდეთ. ძალიან საინტერესო ინფორმაცია მოვიდა, თქვენ თითქოს რაღაცა ციკლს ასრულებთ. ეს ციკლის დასრულება დამოკიდებულია იმაზე და შედეგია იმისა, რომ რაღაც გაკვეთილი გაიარეთ. ნახე, იყო ტკივილი, გაკვეთილი რა არის, ანუ ჯერ არის შოკი, მერე არის ტკივილი, მერე არის ამ ტკივილის გადახარშვა, ანუ ტკივილის განალება და მერე ხდება ანალიზი ამ ტკივილის რატო, რისთვის და ამ ანალიზის შემდეგ ხდება ამ ტკივილის და ამ რაღაცა ამბის თუ ისტორიის მოვლენის ნეგატიურიდან გაკვეთილად ქცევა, ანუ დადებით რესურსად ქცევა. თქვენ ეს გაიარეთ, უკვე შეაჯამეთ და აი ეს სხვა ეტაპზე გადადიხართ. უკვე ასე ვთქვათ, მიიღეთ ის სამყარო და რაც უნდა მიგიღოთ, მთელი რესურსი და რაღაც სხვა ეტაპზე გადადიხართ. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ციკლი დაამთავრეთ, თქვენ დაელოდეთ კარმას, არ შეგაშინოთ ამ სიტყვამ, კარმა არც ცუდია, არც კარგია, ეს არის შედეგი და მიზეზი და შედეგი. გავისროლე უკან დამიბრუნდა, დავავთესე, რას დავთესე, ის მოვა და ასე შემდეგ, როგორც გიდათ, ისე ახსენით. ეს არის შედეგი. შედეგი არ არის მარტო ქმედების შედეგი, შედეგი შეიძლება იყოს ფიქრსაც კი წარმოედგინეთ თქვენ. თქვენ ამ შედეგს მიიღებთ. კარმა მოვა თქვენთან. ნახოთ აბა როგორ იქნება ეს კარმა. ანუ როგორ გაიარეთ ეს გაკვეთილი, ხო გაინტერესებთ. სანამ ვიტყვი როგორ გაიარეთ ეს გაკვეთილები, მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ არხი, ესეც ერთგვარი კარმის დამუშავება, იმიტომ რომ იღებთ რაღაცა ინფორმაციას და სანაცვლოდ გაეცით რაღაც მინიმუმ გამოწერა, მინიმუმ მოწონება, მინიმუმ კომენტარი, მადლიერების გამოხატვა, ან შეიძლება არც მოგეწონათ და დაწერეთ, რომ არ მომეწონაო და ვისაც ჩემთან დაკავშირება კონსულტაციაზე, შეგახსენებთ, რომ ჩემი ნომერი არის 591-233-507 გააქტიურებულია ვიბერიც, WhatsApp-იც ნებისმიერ ადგილში შეგიძლიათ მომწეროთ. ასევე შეგიძლიათ დამიკავშირდეთ Facebook გვერდზე, ქართულად უნდა ჩააწეროთ რეიკი მკურნალი. იმიტომ რომ მე რეიკის ოსტატიც ვარა. აჩვენებს, რომ გაკვეთილი იყო თითქოს ჩიხური, ანუ უბრალოდ პრობლემა იყო თითქოს ჩიხური, გამოუვალი და ძალიან ბევრი დანაკარგი ჰქონდათ და თქვენ ჰქონდათ რაღაც გლოვის პერიოდი, მაგრამ თქვენ დაინახეთ რესურსი, აი ამ დაკარგული სცენარებიდან დაგრჩათ რაღაცა რესურსი და აბსოლუტურად თქვენ ეს რესურსი დებულ შესაძლებლობად აქციეთ და გაკვეთილი ჩააბარეთ, თქვენ მზე დაგიწერათ სამყარო. ის ხედავს, რომ ძალიან კარგად გაიარეთ ეს გამოწვევა. ის ხედავს, რომ მიუხედავად ამ ხელთ ტკივილისა და ბარიერებისა, თქვენ შიგნით დარჩა ბავშვური სული, რაც ნიშნავს იმას, რომ სუფთა, გაურკვნელი, წმინდა, არ გაბოროტდა, შურის ძიებაზე არ გადავიდა, არა, მხოლოდ მიიღო რესურსი ამ ტკივილებიდან, ამ პრობლემებიდან, მხოლოდ ისწავლა, მხოლოდ განვითარდა, მხოლოდ ამაღლდა, არანაირი შურის ძიება, არანაირი ბოროტება, არანაირი დაბალ ვიბრაციებში გადასვლა. პირიქით და სამყარო ხედავს, რომ ეს ცოდნა, ეს შესაძლებლობები, ეს მიღებული, ასე ვთქვათ, გამოცდილება თქვენ არა მარტო თქვენ თავისთვის დაიტოვეთ, არამედ გაეცით, ანუ სხვებსაც დაეხმარეთ. ის რესურსი, რაც მიიღეთ, სხვებსაც გაუნაწილეთ და ამას ხედავს სამყარო და ასე რა საჩუქრებს მიიღებთ სამყაროდან, დაელოდეთ, ძალიან ბევრ საჩუქრს მიიღებთ სამყაროდან. კარმა ესე მუშაობს. ნახოთ კიდე რას უნდა ელოდეთ.
ელოდეთ იმას, რომ ვისაც არ უყვარხართ, ვინც თქვენ ზურგს უკან ჭორაობს, ვინც ცუდად არის გაწყობილი თქვენს მიმართ, ვინც აპირებს რომ გიღალატოს, ან უღალატია თქვენთვის და საერთოდ ვისაც რაიმე ნეგატივი შემოგვს თქვენს ცხოვრებაში, ის ადამიანები გავლენ თქვენი ცხოვრებიდან სხვადასხვა გზით. სამყარო წაიყოს ამ ადამიანებს თქვენი ცხოვრებიდან. წარმატებას ელოდეთ, აუცილებლად ელოდეთ აღიარებას, ელოდეთ ბევრ ახალ სიტუაციებს თქვენს ცხოვრებაში, შემოთავაზებებს ელოდეთ ახალ სიტუაციაში და ელოდეთ იმას, რომ არა მარტო ადამიანები ნეგატიური სიტუაციებიც, მოვლენებიც, პროცესებიც ჩამოიშლება თქვენთან. თითქოს აი გზას გიწმენდა სამყარო, რომ თქვენ სწრაფად გაერბინოთ და მიხვიდეთ წარმატებისკენ და თან. ელოდეთ ბევრ საჩუქარ სამყაროდან, ელოდეთ აი მატერიალური კეთილდღეობა ჩანს, ეს არ არის მარტო ფული, ეს შეიძლება იყოს ბინა, ეს შეიძლება იყოს მანქანა, ეს შეიძლება იყოს სახლი, ეს შეიძლება იყოს მიწა, ეს შეიძლება იყოს დაოჯახება, ეს შეიძლება იყოს ბავშვის დაბადება, ეს შეიძლება იყოს რაღაცა ძალიან ძვირფასი ნივთის შემოსვლა, ყიდვა, საჩუქარი და ეს დიდხნიანად გაგრძელდება. მაგრამ აქ მაჩვენებს, რომ ადამიანი ვინც თქვენ გპტრობთ, მიიღებთ ასევე კარმას. როგორც თქვენ იღებთ საჩუქრებს კარმის სახით, ის ადამიანიც მიიღებს ძლიერ კარმას და თქვენ ამას გაიგებთ და მიხვდებით, ვინ არის ის ადამიანი, ვინც ესე ბოროტად არის თქვენდამი გამწყობილი. უბრალოდ ამოვიდა, რომ არ გაიკიდოთ წარსულ დანაკარგებს, გაცხრობულ იმედებს, ტკივილებს, აუხდენელ ოცნებებს, არამედ გააგრძელეთ, რომ გზა უფრო სწორად, ძალიან ლაღად, ძალიან მშვიდად, ისევე ბავშვურად, ისევე სუფთად, როგორცაც ხედავთ სამყარო და როგორიც ხართ, მადლიერი იყავით იმისი, რაც გააქვთ და რაღაცა ძალიან დიდ მატერიალურ საჩუქარს გიმზადებთ სამყარო. იმას მაჩვენებს და აი დავამატე არა მარტო მატერიალურ კეთილდღეობას თქვენ ცხოვრებაში მოვა ადამიანით, რომელიც სულიერი მეგობარიც იქნება თქვენი, ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია, შეიძლება ეს იყოს სასიყვარულო პარტნიორი, შეიძლება ეს იყოს მეგობარი, შეიძლება ეს იყოს კომპანიონი, საჯარო გაშლა, მაგრამ იცოდეთ, რომ ეს ადამიანი იქნება ანგელოზი, დედამიწაზე, ანგელოზი თქვენს ცხოვრებაში და ძალიან კარგ ემოციებს შემოიტანს და რაღაცა არა მარტო სამხრივი, რაღაც ორმხრივი, ჰარმონიული ურთიერთობა წარმოიშვება თქვენს შორის. მე ვარ ნათია შაი, გემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე და გისურვებთ წრფელი, ნათელი გულით გეაროთ და მიგეღწიოთ დიდი სიყვარულისთვის, დიდი თავისუფლებისთვის და გქონდეთ იმის რესურსი, რაც გამოჩნდა, რომ მარტო თქვენი თავი კი არა შეავსოთ და ავსოთ რაღაცა სიკეთეებით, იმდენად აივსოთ, რომ გასცეთ სხვებსაც უწილადოთ ეს სიკეთეები. დროებით.